მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ამ საკითხზე შესაძლებელია იყოს მხოლოდ ერთი პოზიცია, წამალი ბავშვებს და ამაზე მარტივი გადაწყვეტილება არ შეიძლება ადამიანმა მიიღოს. რასაც ჩვენ ხედავთ ამ ბოლო კვირეების განმავლობაში, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ამ მშობლების მიმართ ეს არის ენით აღუწერელი ბოროტება და უგულობა. როდესაც მაგალითად წვიმაში მიდიან იქ მშობლები და ქოლგას წაართმევენ, ან რაღაც ელემენტარულს რომ ჩამოჯდნენ და ცოტა ადამიანურ პირობებში გაათენონ ღამე. რაც შეეხება ზოგადად ამ წამლის თემას, ჩვენ ვნახეთ მაგალითად დღეს რომ ერთ-ერთი წამალი მიღებული იქნა დიდ ბრიტანეთში და დაიწყეს მისი გამოყენება. როგორ უნდა დაგვარწმუნოს სარჯველაძემ ან კობახიძემ, რომ დიდი ბრიტანეთის სისტემა არ არის იმდენად კარგი და არ იციან მათ რომელი წამალი უნდა გამოიყენონ და რომელი არა, ხო? ეს არის რა თქმა უნდა ტყუილი. ერთადერთი რატომაც წამალს არ აძლევენ ბავშვებს არის ის, რომ ზუსტადაც ერთის მხრივ არის ეს თანხის პრობლემა და არ უნდათ რომ დაიწყონ, ანუ გადაიხადონ თანხა და მეორეს მხრივ, როდესაც ეს ხალხი მიაღწევს თავის შედეგს, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებიც მოითხოვენ შემდეგ წამალს. ხო, ჩვენ მსგავსი შემთხვევა გვახსოვს უახლეს წარსულში და აქონდოპლაზიაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაშინაც ეს ადამიანები გვიმტკიცებდნენ, რომ არ შეიძლებოდა ეს წამალი არ არის ეფექტური და ასე შემდეგ. თუმცა ნახეთ, რომ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, ხო? რა თქმა უნდა, არ იკურნება ესეთი მძიმე სინდრომები, სამწუხაროდ არ არის ამ ეტაპზე მედიცინა, თუმცა შედეგია მნიშვნელოვანი, ხო? იმ კუთხით, რომ თქვა აქვს იმ ბავშვებს ზრდა, საკმაოდ კარგი და ასევე ამ შემთხვევაშიც რამდენიმე წლით, როდესაც ეტლში ჩაჯდომა გადაუვადდება ბავშვებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი. რამდენიმე წელი კი არა, 1 და 2 დღე არის მნიშვნელოვანი და ამ ადამიანებმა კეთილი ინებონ ცოტა მოიკლონ კორუფციაზე, რომელიც გაჩაღებულია ამ ქვეყანაში და ყველაფრიდან ისინი ფულს იღებენ და ამას უკვე თვითონ ვეღარ მალავენ, თავისიანებს იჭერენ ამის გამო და რა ვიცი, რა სახის კორუფცია ქონდა უკვე ამ ქვეყანაში, შეიძლება ჩვენც არ ქონდა ამაზე წარმოდგენა. შევლენ რომელიმე ჩინოვნიკთან და ოქროს ზოდებს და ამდენიმე $1,000,000 ამოიღებენ, ისე თითქოს არაფერი და ეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ფული არის ამ ქვეყანაში, უბრალოდ უნდა მოუკლონ ცოტა მოპარვას და ცოტა მეტი მისცენ ხალხს. იმიტომ რომ არ შეიძლება არსებობდეს წამალი, რომელიც ადამიანს გაუმარტივებს სიცოცხლეს, თან ვიზე ვსაუბრობთ ბავშვებზე და ამ წამალს არ აძლევდე და რაღაც აბსურდულ თეორიებს ამბობდე, რომ თითქოს რაღაც პრობლემა აქვს, წამალი არ არის კარგად დატესტილი და ასე შემდეგ. ხო, ჯერ ერთი ნებისმიერ წამალს შეიძლება ქონდეს უკუჩვენებები და ეს ადამიანები, მშობლები თავად ამბობენ, რომ ჩვენ ვიღებთ ამ რისკს, მაშინ რაღა პრობლემა აქვს სახელმწიფოს. გარდა იმისა, რომ მას არ უნდა ამის გაკეთება. ესეთი სისტემა გვაქვს სამწუხაროდ ამ ქვეყანაში, რომელიც არ არის ორიენტირებული ადამიანის საჭიროებებზე და ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი, ეს არ არის ფუფუნება. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და არ შეიძლება ამას უყურო შორიდან რაღაც გულგრილად და არ გაწუხებდეს, არ გტკიოდეს იმ მშობლების სატკივარი, რომელიც ამდენი კვირა ესე პროტესტში ძალიან ღირსეულად განა და რა თქმა უნდა ჩემი და მთელი ჩემი გუნდის უპირობო მხარდაჭერა მათ და კიდევ ერთხელ ვიტყვი მიეცით წამალი ბავშვებს. კი ბატონო, კორუფციის საკითხი ახსენეთ თქვენ თორნიკე და ჩვენ ხედავთ ხომ ესე ბრძოლა აქვს მოკლედ დაწყებული, რამდენი ხანია უკვე კორუფციასთან და კორუფციასთან ერთად პარალელურად ებრძვიან ასევე მაღალ ფასებსაც, თუმცა ამ ბრძოლამ როგორც ხედავთ შედეგი ვერ გამოიღო, იმიტომ რომ საპირისპირო სურათი მივიღეთ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად პირიქით კიდევ უფრო გაძვირდა ცხოვრება ყველა მხრივ, ეს იქნება პროდუქტი, მომსახურების სერვისი თუ ასე შემდეგ, ხო, საქალაქოშორისო გადაადგილება, ელექტროენერგია, ბენზინი, მოკლედ რამის გაძვირება თუ შეიძლება და როგორც იტყვიან, ყველაფერი გაძვირებულია. რისი შედეგი არის ეს და როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს ამ მიმართულებით მდგომარეობა? მადლობა ამ კითხვისათვის. მთელი ეს ეპოპეა მინდა ახლა შევაჯამოთ თქვენთან ერთად, გახსოვთ, როდესაც შეიქმნა ეს კომისია ფასებთან მებრძოლი და ჩვენ ვთქვით, რომ ასე ფასების დაკლება არ გამოვა და დაიწყო კობახიძემ საუბარი, რომ აი ოპოზიციას არ უნდა ფასები რომ იყოს დაბალი. ხო, აი სრული სიგიჟე, როგორ შეიძლება ეს თქვა ადამიანმა, მაგრამ ქართულ ოცნებას ესეთი რაღაც მუხრუჭები დიდი ხანი აღარ აქვს. ხო, თქვით რომ ეს არ გამოვიდო და დაიწყეს რაღაც ქარისწისქვილებთან ბრძოლა, მაშინვე ვუთხარით რომ გინდათ ფასების შემცირება, დააკელით ბენზინზე აქციზი. 4 ლარამდე რო ავიდა საწვავი და მით უმეტეს ახლა გაზაფხულზე როცა ძალიან მნიშვნელოვანია და იწყება ეს სამუშაოები და აწყებულია უკვე. ეხლა გაძვირდა, ხო? უთხარით რომ დააკელით, სხვა ქვეყნებმა გააკეთეს ეს, მიიღეს შედეგი. მაგრამ არა, იმიტომ რომ აქაც დააკლდებათ ფული.
რა აძვირებს პროდუქციას? პროდუქციას აძვირებს ყველაზე მეტად სწორედ კორუფცია. იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ერთი მაღაზიის მოდელი, რომ შემოიტანა რაღაც პროდუქტი, რაღაც თვითღირებულება აქვს მას, გზა, გადასახადები და ასე შემდეგ, თუმცა რომ იცის ამ მაღაზიის მეპატრონემ რომ რაღაც ეტაპობრივად მოუწევს ქართულ ოცნებასთან თანხის მიტანა, ამ თანხას საიდან ამოიღებს? წაგებაზე ხო არ იმუშავებს, უმატებს ისევ ფასში და როდესაც ასეთი მაღალი კორუფცია იზრდება, რა თქმა უნდა, ფასები. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ კორუფცია პირდაპირ უძვირებს მათ ცხოვრებას. აი ამ მართლა კომიკური იყო მთელი ეს კომისია, არ შეიძლება ამას ზოგადად სერიოზულად ვისაუბროთ, თუმცა გვიწევს ხო მეც და თქვენც რომ ვისაუბროთ სერიოზულად, ხო? ეროვნული ბანკის წარმომადგენელი არც კი მოუწევიათ. დაამთავრა კომისია მუშაობა, გავიდა რამდენიმე დღე და თითოეულ მოქალაქეს გაუძვირეს სესხი ეროვნულმა ბანკმა. და დაიწყეს საუბარი რომ ინფლაციური რისკებია. აი რამდენიმე დღეში რომ მიიღებენ ადამიანები SMS-ებს ბანკებიდან და ეტყვიან მათ რომ გაუძვირდათ სესხი, უნდა იცოდნენ რომ ეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არის ნაკარნახევი და ესეთი ადამიანი არის დაახლოებით 250,000-ზე მეტი ესეთი პირი. რამ გამოიწვია კიდევ ესეთი ზრდა, ანუ რეფინანსირებას რატო არის ამდენი სესხი მიმული? ესეც მათი არასწორი პოლიტიკის გამო, ლარიზაციის პოლიტიკის გამო მოხდა ის რომ უცხოურ ვალუტაში სესხები შემცირდა ამიტომ მოქალაქეებს უწევთ რეფინანსირებაზე მიმული სესხების აღება და როდის რას მიიღებს ეროვნული ბანკი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამის მიხედვით მათ მიერ გადასახდელი თანხა და ესეც კი გაუძვირეს ეროვნული ბანკი ხო ანუ ნათია თუნდავა ერთად დაუბარებიათ ხო მათი პირადი ვალდებულებაა რომ ამაზე კონდენტ პოზიცია მუშაობდნენ თუმცა აქაც არის ის პრობლემა რომ ეროვნული ბანკი ჩვენ ყველამ ვიცით რომ არ არის დამოუკიდებელი ორგანო და ის ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას რასაც ჩასძახებს მართველი გუნდი იმ გადაწყვეტილებას იღებს. აი კორუფციის და აი უბედურების ერთი მაგალითი მინდა მოუყვე საზოგადოებას თქვენი ეთერით მინდა ვისარგებლო რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ხარაგაულიდან იქ ნახე სოფლები დამეწყრილი სოფლები ეს არის ხემაღალი და ღვერკი და აი უმძიმესი მდგომარეობა და როდესაც ამ სოფლებში შევდიოდი დავინახე აბრა სადაც იყო წარწერა რომ სტიქიური ზონა შესვლა სახიფათოა. ამ ზონაში დღესაც ამ წუთასაც ადამიანები ცხოვრობენ ურთულეს პირობებში და ხელისუფლება მას თავაზობს მიზერულ კომპენსაციას და ვერ ტოვებენ ისინი სახლს და ყოველ დღესაც ხვალაც იქ შესაძლოა დატრიალდეს ტრაგედია. იმის გამო რომ არა აქვს ასეთი ადამიანების მიმართ პოლიტიკა სახელმწიფოს განსაზღვრული და არა აქვს რაღაც ხედვა ეს ადამიანები ათეულობით ადამიანი მოხუცები ბავშვები ცხოვრობენ სიცოცხლის რისკის ფასად იქ იმიტომ რომ სხვა წასასვლელი არ აქვს და ღმერთმა დაგვიფაროს ხვალ და ზეგ იქ რომ ტრაგედია დატრიალდეს ესენი ურცხვად მოგვიტრიალდებიან და აი სტიქია მოხდა და რა გავაკეთოთ წელიწადზე მეტია ზუსტად აი ვეუბნები წელიწადზე მეტია იქ დაწყებულია მეწყრული პროცესები გამოიყვანეთ ის ხალხი იქედან მიეცით ღირსეული კომპენსაცია თუმცა ამას არ აკეთებენ იმიტომ რომ ეს რო გააკეთონ შემდეგ მათ მოსაპარიფული აღარ დარჩება და ისევ რაიონის მაგალითზე გეტყვით ესე იგი ბიუჯეტი ვერ შეასრულეს 66% აქვს შესრულებული თუმცა ჯარიმების რაოდენობა არის გაზრდილი დაახლოებით 400%-ით აი ამ ქალაქის ხარაგაულის მაგალითზე გეუბნებ და როდესაც ჩვენი წევრი 35-დან ერთი წევრი ამბობს რომ იცი რა ეს პრობლემური საკითხია და მოდი რა საჯარო ვიყოს დისკუსიები და ასე შემდეგ თავს ესხმიან პრაქტიკულად და არაძლევენ საშუალებას რომ საზოგადოებას გააგებინოს თუ რა ტრიალებს ამ რაიონში. აი ერთი რაიონის მაგალითზე ესეთი ხო ყველგან არის და ყველგან ესეთი უბედურება ტრიალებს. ამიტომ საჭირო არის ერთადერთი გამოსავალი, რასაც ხშირად ვამბობ, ამათგან არ გამოვა არც კორუფციასთან მებრძოლი, არც პროდასავლური ძალა, არც ადამიანებზე ორიენტირებული ძალა. ესენი არიან ღიად რუსული ძალა, რუსულ მართლობას მოსდევს სწორედ კორუფცია, აღვირახსნილი კორუფცია, ბავშვებზე ფულის მოპარვა, ჯარზე ფულის მოპარვა, სოცდაუცველებზე სუპის ფულის მოპარვა, აი ამ დონეზე დასული ხელისუფლება გვყავს, ესენი უნდა გაუშვათ რაც შეიძლება სწრაფად და მოვიდეს ეროვნული ძალები ამ ქვეყნის სათავეში. ისეთი ეროვნული ძალები მაგალითად, რომელსაც მე წარმოვადგენ.